შვილი ნელაჭამი რა იყო დედი მოგდევს ვინმე დაიხჩობი მელოდებიან ქვევით ნახევარი საათი უკვე გავიქცე უნდა ვინ მეგობრები დედა ვინ მელოდება გია იცი მე მგონი რეზის ჩვენი სხვენია აი დედა რა ამ სხვენია ეხლა გეხალისება თუ ყველა ფონზე ახალ საჩხუბარ თემას რატომ იშით წესიერა ცოტა ვინ გაჩხუბება არ მეჩხუბება მაგრამ ეხლა რას ნიშნავს სხვენია თქვენი რა რა ვიცი ადრე მთელი კლასი აქ მეჯექით და კაი დე რა ადრე ვიყავით პატარები ბარშიც არ გვეშვებდნენ და ეხლა სახლში რა ვაკეთოთ ისე მეც მაინტერესებს შენი ახალი მეგობრების გაცნობა კარგი ბატონო ამოვიყვან ამ დღეებში და გაიცანით დროზე მოდი ხო გეხვეწები პატარა ბავშვით ნუ მეკცევით კაი რეზი არ დაიგვიანო რა გავიგე ხო რახან გავიდა გეტყვი ხო უბრალოდ ძალიან მთხოვა რომ დედას არ უთხრა რა არაფერი ისეთ იმ დღეს რომ მკითხე რაღაცნაირად გულში ჩამჩა და მაგიტომ მეუბნე რა 400 ლარი გამომართვა რა რატომ რისთვის რა თქმა უნდა შენც მიეცი გამეკნება მეგობარი საცოლისთვის საჩუქარს ვერ ყიდულობს აი მე კი არ ვიცი საიდან მოვიდნენ ეს ახალი მეგობრები თავისი საცოლეებით კაი გაწყდარდე ახალგაზრდა ასეა ისე მაგის ასაკში მე მთელ ქალაქთან მეგობრობდი ხო და მშობლებსაც ამდენ ფულს თხოვდი ხო სად ქონდა ჩემ მშობლებს ფული არ ვიცი ძალიან ნერვიულობ და არ მომწონს მე ეს ამბავი რაღაც რამდენი ხანი არ მინახე ხარ, ჰა? არ მჯერა. მე დამირეკე და მომიკითხე ხო. აი, ხო არ გინდა ეს რაღაცები, გეხოცები. სამაგიეროდ ეკას ახსოვდი ველაპარაკე და ყველაზე მეტად მე მგონი კასპერა მენატრები. ხო და მეც დამირეკე და მეც მელაპარაკე მაგაზე, როგორ მოგენატრე. არა, ეკა მირეკავს. ო, რა ვიცი, რა ეკა ხვეც შეფუძო უფრო მაგარია. კაი, ნუ ამატირე ხა. ხან კაფეში ვერ წამოხვედი, ყავები მაინც წამოვიღე. აი, რა ისევ ისეთ საყვარელი ხარ, ხო? კი, თეთან უშაქრო არის ისევ ისე. მადლობა. ბავშვის გამო ვიღაც კაფეში ვეღარ დავდივარ, ვიღაც მეგობრებს ვეღარ ნახულობ და აუცი რა, იქნებ ერთხელ მოვახერხოთ მე შენდაკობამ და წავიდეთ სადმე. აი როგორც ადრე დავდივით ხოლმე, გახსოვს? წავიდეთ. სხვათა შორის კობაზე სალაპარაკოთ მოვედი ახლა. ვაი მე ახლა არ მითხრა რომ ისე რაღაც. არა. ყველას ეგეთ შეგრძნება რატო გაქვთ? გაიარა მაგ ამბები. აბა, რა მოხდა? არა, ძალიან ცუდად იყო რა რაღაცა პერიოდი და გაღიზიანებული ჭუბობდა სამსახურშიც. მერე ნუნუს ექიმთან წაუყვანია, იმ ექიმმა რაღაცა წამლები გამოუწერა, მერე ამ წამლებს უსვამდა სუ ეძინებოდა. აი რა. ხო, დღეს იმაში ოფისში დაეძინა და მადუღარა დარჩა ჩართული, კინაღამ დაიწვა საერთოდ. ხო. აი მე რო ნახე ბოლოს ეგრე საერთოდ არ იყო. ანუ რავი, ჩვეულებრივად იყო რა. თვითონ რა თქვა? აუ რავი დღეს ველაპარაკე და აღარავის აღარ უნდივარო, ელენეც გაიზარდაო, აღარც ქეთის აღარ უნდივარო. მაინც არა, ერთ წამით. ეგრე თქვა ქეთიზე? არა, ეგრე არ უთქვამს, ეხლა მე უთხარი და თვითონ დამეთანხმა. სიმართლე თუ გაინტერესებს, ყველაზე მეტად მაინც ქეთის პონჩია ესე აჭრელი რა. ძალიან არ უმართლებს რა მაგის რა. აი ძალიან მეცადი. რატო ვინ მეყავს? არა, კაცო, რა ქეთის არა. არა, უბრალოდ მაშინაც ფაქტორად ელენეს გამო არ მოხდა ეგ ამბავი და ეხლა რა შეიცვლება. არა, არ ვიცი ხა ელენი რა სიზამს. მაგრამ მე და შენ კი არა, ქეთიმ უნდა უშვეს. ხო, მაგრამ ნუ უშავს. არ ვიცი. მოიფიქრე რამე რა. მე რა მოვიფიქრო? ხო, თორე ვერ უყურებ რა, ესე დღეში რო არის რა. ხო, რა ვიცი რა. მოვიფიქრო. ანუ ეკას დაურეკავს საერთოდ ის ხო იცი როგორი იდეინია და გვეტყვის რამეს. გეხოცებ მე ჩავდე კოლში რა. კოლში ჩავრთოთ? ხო რა. კაი, რაღაცა იქნება.
ეს 15000 euро ვინ ჩარიცხა? დედა ჩემმა მითხრა გუშინ, ნათესავები აგროვებდნენ. აღარ გითხარი შენ, მაინც ვიცოდი რომ არ შეგროვდებოდა ბევრი. ბევრი რა 15000 ცოტა ფული არ არის, თან ევრო. 10% არის იმისი, რაც ჩვენ გვჭირდება. ხო, თან ჩემი ბიჭებიც აგროვებენ რა. ხო, მაგეთ სადღაც 1000 ლარი ალბათ. დანარჩენი? დანარჩენი ის, რომ ზურას ველაპარაკე რა. და მიკროსაფინანსოში მყავსო ვიღაცები. შეიძლება მაღალი პროცენტია, მაგრამ მაინც უნდა გამოვიტანოს ეს ხი. მოგცემენ მაგდას? არ ვიცი, თაკო, არაფერი აღარ ვიცი. ანუ ყოველ შემთხვევაში ყველაფერს გავაკეთებ. ხო გამოვიტანო, თან მითხრა, ნუ ეტყვი რომ ჩათვალე ჩემი შვილისთვის მჭირდებაო რა. თავარია ოპერაცია გავუკეთოთ ბავშვს. თუ გავუკეთებთ ოპერაციას, მე როგორც მინიმუმ, კი არა და მაქსიმუმ სათვალე დაჭირდეს, მეტი არაფერი. ხო, მაგრამ ეს რეაბილიტაციაც რაღაც ხანგრძლივი პროცესია. რეაბილიტაცია რა, მთავარი ოპერაცია გაიგეთოს ბავშვმა. და მე მთელი ის პერიოდი გვერდიდან არ მოშორდებით. სუნის გვერდით ვიქნებით. და ეგრე რატომ მიყურებ? ის იმედია მივალთ ოპერაციამდე. მივალთ. ლალი მოვიდა. ეშები. წყალი დამისხი გიხოცები რა. ძალიან ცხელა დღეს. რატომღაც. გაინძერი შვილო, რატო ზოზინო, დავიხჩვი. ეშები თავ ბავშვო. რა ვიცი, რას უნდა ვშობოდეთ? თქვენ რა შობით? ქალბატონლარი. მე ძალიან კარგად ვარ. რატო? ფული გიშოვეთ. რა? 150,000 გიშოვეთ. საიდან გიშოვეთ? ბიდა გავყიდე. ვის მივყიდე გაინტერესებს? ზედა მეზობელს. ჩემთან გადმოვიდა ახალი მეზობელი, ცოტა ხანი რაღაცნაირი მეზობელი ესეთი რა და მე რო თქვი რომ ბინას ყიდით, დუპლექსი უნდა. ხო და მე წავდი კიდე მივაყიდე, რამდენად გავყიდე გაინტერესებს? 180,000. ეს 30,000 თუ თქვენ რამე შეისე არ დაგჭირდებათ, მე შემიძლია ვიყიდო რაღაცა საყვარაკოტრა კარავს ვიყიდი და ცალკე მიცხოვრებო თქვენ დაყვარე იქნება. ისე ამჯერა. გეუბნებოდი რომ ყველაფერი გამოვადგო, ჯერ ნერვი. რატო არის? იგივეს გეტყვი შენს.